კაცობრიობა მთვარეზე ბრუნდება. 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ მთვარის კოსმოსურ მისიას ამერიკის შეერთებული შტატები NASA საშუალებით განახორციელებს. პირველი სატესტო ფრენა და კაფსულის გამოცდა უკვე წარმატებით განხორციელდა. კანავერალის კონცხზე განლაგებული კენედის კოსმოსური ცენტრიდან შესრულებული ფრენა ისტორიაში ნამდვილად ჩაიწერება, როგორც მთვარეზე ადამიანთა ბაზის დასაარსებლად გადადგმული პირველი ნაბიჯი. საკუთარ ისტორიაში ყველაზე მძლავრი რაკეტის გასაშვებად NASA-მ ახალი კოსმოსური გაშვების სისტემა Space Launch System გამოიყენა, იგივე SLS-ი. რაკეტა მთვარის ორბიტაზე რამდენიმე პატარა თანამგზავრიც გაიტანა. შემდეგ კი თავადაც ორბიტაზე განთავსდა. მისია 25 დღეს, 11 საათსა და 36 წუთს გაგრძელდა და ჯამში 2 მილიონ კილომეტრზე მეტი მანძილი დაფარა. კოსმოსურმა გამშვებმა სისტემა SLS-მა მისია ეკიპაჟის გარეშე წაიყვანა. NASA-ს მიზანი კოსმოსური ხომალდის მუშაობის შემოწმება, ასევე იმ გარემოს გატესტვა იყო, რომელშიც ყოფნაც ეკიპაჟს მოუწევს მთვარის გარშემო. სააგენტო სურს დარწმუნდეს, რომ ხომალდი და მასში მყოფები უსაფრთხოდ შეძლებენ უკან, დედამიწაზე დაბრუნებას. ორსაფეხურიანი რაკეტა ცენტრალური ნაწილისგან და ორი გვერდითა ამაჩქარებლისგან შედგება. ის ასაფრენად RS-25 ტიპის 4 ძრავს იყენებს, რომლებიც თხევად საწვავზე მუშაობენ და საკმარის სიმძლავრეს წარმოქმნიან, რომ რაკეტა ორბიტაზე თავისუფლად აიჭრას. ტესტირება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან Orion Crew კაფსულ ნამდვილად სათანადოდ შემოწმდა. ის მთვარის კოსმოსურ გარემოში მაღალი რადიაციის პირობებში 1 თვის განმავლობაში დარჩა. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გაიტესტა სიცხის ფარიც, რომელიც კაფსულას და მის მგზავრებს დაიცავს, როდესაც ის დედამიწაზე 40233 კმ/სთ სიჩქარით დაბრუნდება. ორიონი მთვარის ზედაპირს დაახლოებით 100 კილომეტრ მანძილზე მიუახლოვდა. შემდეგ ის შორეულ რეტროგრადულ ორბიტაზე გადაინაცვლა. იქ ის დაახლოებით 6 დღეს დარჩა. შემდეგ კი უკან დასაბრუნებელი მანევრის შესასრულებლად მთვარეს კიდევ ერთხელ შემოუფრინა. 20 ტონა წონის მქონე კაფსულა 2 მოდულისგან შედგება და 6 ასტრონავტია გათვლილი. ის დამოუკიდებლად კოსმოსში 20 დღეზე მეტხანს სძლებს, ხოლო სადგურთან მიერთების შემთხვევაში 6 თვემდე. ასევე ორიონი მზის პანელებითა და მიერთების ავტომატური სისტემითაა აღჭურვილი. 2022 წლის 12 დეკემბერს ორიონი წყნარ ოკეანეში უსაფრთხოდ დაეშვა, რითაც მისია Artemis 1 დასრულდა. 25 დღიანი ტურნე მთვარის გარშემო. გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი. ლინკი ჩაშენებულია მთავარ გვერდზე YouTube-ის სიმბოლო აიკონში.